მოგესალმებით ასოციაცია ხერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მაღრაძე. ფერტილური ასაკის ქალებისგან ხშირად დასმული კითხვების რუბრიკის ფარგლებში დღეს ჩვენი სტუმარია ექიმი გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში ხშირად ისმის კითხვები ახალგაზრდებისგან საქალწული აპკის შესახებ, რაც ხშირად წყვილებს შორის გაურკვევლობის საკითხს წარმოადგენს. დღეს თამარი გვესაუბრება, რა უნდა იცოდნენ გოგონებმა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე? აგიხსნით, საქალწულე აპკი მდებარეობს საშოს შესავალთან და ავიწროვებს მას. საქალწულე აპკს გააჩნია განსხვავებული ფორმა, ზომა და ელასტიურობა. ასაკის მატებასთან ერთად მისი ელასტიურობა გრებულობს. თამარ, საინტერესოა რას ნიშნავს ტერმინი დეფლორაცია. დეფლორაცია აღნიშნავს სქესობრივი შეუღლების შედეგად საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას. თუმცა საქალწულე აპკის მთლიანობა შეიძლება სხვა მიზეზითაც დაიღოს მექანიკური ჩარევით, მაგალითად ქირურგიული ჩარევის შედეგად. თამარ, ტკივილი ყოველთვის თან ახლავს დეფლორაციას? დეფლორაციას ტკივილის სხვადასხვა ინტენსივობა ახლავს თან. შეიძლება იყოს უმნიშვნელო ხასიათის ტკივილი, შეგრძნებები, რომელსაც ნაკლებად დავარქმევთ ტკივილს, შეიძლება იყოს ცოტა ზედმეტად ძლიერი ტკივილი. თუმცა 2/3-ში, ქალების 2/3-ში აღნიშნულ შეგრძნებას ეძახიან ტკივილს და ეს დამოკიდებულია საქალწულე აპკის ზომაზე, სისქეზე, მის მდებარეობაზე და ელასტიურობაზე. ასევე დეფლორაციის შეგრძნებები გარკვეულწილად განპირობებულია ქალის ფსიქოემოციური განწყობით და პარტნიორის ქცევით. ქალების 1/13-ში ტკივილი საერთოდ არ აღინიშნება. თამარ, პირველ სქესობრივ აქტს ყოველთვის თან ახლავს სისხლოვანი გამონადენი? სქესობრივ აქტს დეფლორაციის დროს როგორც წესი სისხლოვანი გამონადენი არის. ეს სისხლოვანი გამონადენი შეიძლება იყოს ზედმეტად მასიური ან უფრო სუსტი ხასიათის და ცოტა. ეს გამოწვეულია უშუალოდ აპკის სისქეზე. ასევე თუ აპკი საკმაოდ ელასტიურია, მას სისხლოვანი გამონადენი შეიძლება საერთოდ არ ახლდეს თან. აქედან გამომდინარე, დეფლორაციის დროს სისხლოვანი გამონადენის არ დადგომა არ გამორიცხავს ქალწულობას. გასაგებია. თამარ, რაოდენობის სისხლი შეიძლება დაიკარგოს ამ დროს? დეფლორაციის დროს სისხლოვანი გამონადენის ინტენსივობა განსხვავებულია. ეს შეიძლება მერყეოდეს რამდენიმე წვეთიდან ზომიერ და შეიძლება რაღაც გარკვეული რაოდენობის ცოტა მასიური სისხლოვანი გამონადენიც ახლდეს თან. მადლობა თამარ. იმედი მაქვს საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგმართეთ ასოციაცია ხერა 21-ის ცხელ ხაზზე.